მოგესალმებით. მე ნინო ყოფერია ვარ. დას გესაუბრებით აკა მორჩილაძის ბოლო რომანზე. როძინა, ანუ ჯაშუშობა ბოლო ჟამისა. საზოგადოების თითოეული წევრი წარსულის გავლენით ცხოვრობს. მის მეხსიერებაში ილექება ცნობები ძველ დროებასა და ცხოვრების წესზე. ახალგაზრდები წარსულს ისტორიის სახელმძღვანელოების, უფროსების, მეგობრების და ლიტერატურის დახმარებით ეცნობიან. თუმცა წარსულის დამახსოვრებასა და აქმაში მნიშვნელოვან როლს ერის ცნობიერება, ფიქრები, დამოკიდებულება და მენტალობა წარმოადგენს. მწერლები მხატვრულ ლიტერატურაში ფრთხილად, დაკვირვებით, სიტყვის ძალით ასახავენ ობიექტურ რეალობას. ისინი სხვადასხვა რაკურსით აღწერენ ინდივიდის ბუნებას, ქვეყნის წარსულსა და აწმყოს, რათა პიროვნებამ საკუთარი ქმედების კრიტიკულად შეფასება ისწავლოს, აღიქოს სამყაროს მრავალფეროვნება და მის თითოეულ ქვაკუთხედში დაფარული შეტყობინება, მინიშნება ამოიცნოს. აკა მორჩილაძის ბოლო რომანი როძინა, ანუ ჯაშუშობა ბოლო ჟამისა, საბჭოთა ეპოქის უკანასკნელ დღეებზე მოგვითხრობს. ციკლი ყოველთვის შიგნიდან ტყდება. სასტიკი, დაუნდობელი სისტემა, გამოფებული უნდობლობით ეჭვით, თავად ინადგურებდა საკუთარ თავს. უკვე თუ დაატყოს თანამოსაქმის შენისა და მეორესაც მისი ამხანაგობა ესე, ხოლო თუ მახვილი არ გქონდეს, ფრჩხილებით განაშორა ერთი მეორეს, რათა მოისპოს ამხანაგობა ყოველი მათ შორის. საბჭოთა რეჟიმს ეშინია ახლობლობის, მეგობრობის ურთიერთობების, ვინაიდან ლაღი, მხიარული, გაბედული კაცი მისთვის საფრთხეს წარმოადგენს, ხოლო უმეგობრო და მარტოსული კი ხეიბარს ჰგავს, არ აქვს წინააღმდეგობის გაწევის უნარი. საბჭოთა სისტემის თითოეული რგოლი მარტო ცდილობს საბჭოეთის ამის გადაურჩის. მორჩილაძე თხრობას გაზაფხულის პირველ კვირა-დილის აღწერით იწყებს. მოლშევიკთა გაზაფხული ზამთარებით ცივი, სუსხენი და უსასრულოდ გრძელია. მის ამინდს სტალინი აყალიბებს. ესა ყოველი სახელმწიფო ენაზეც გამოიხატება კეთილ სიტყვათ შეთანხმებით სამკერწითა, მოსმენა, თვალთვალ მიყურადება. განარავე სხვა ქვენა ამბისათვინ, სულ სამშობლოსათვინ, რათა ის უსაფრთხოდ დარჩეს საუკუნეთა წინაშე, ვითარცა როძინა, თუმცა იდოეს კვარა. სისტემა ძალაუფლების შენარჩუნებასა და გამტკიცებას ადამიანებისთვის თავისუფალი ნების წართმევით ახერხებს. იგი ცდილობს გაუცნობიერებელი შიშით ადამიანის არსებაში გრძნობები, თანაგანცდით და ურთიერთდახმარების უნარით დაწრქუნოს, რათა გაუქმდეს პასუხისმგებლობისა და სიყვარულის განცდა, დაავიწყდეს დედა, ოჯახი და სამშობლო. ბელანტისთვის საქართველო როძინაა. ეს ზღვით ნაპირ დასველებული და კავკასიის ქედს საშრობად მეფენილი მისი მშობლიური მხარე, ერთხელ იქედნურად რომ უწოდა პატარა ტერიტორია რუსეთის სამხრეთში, რომელიც თავს საქართველოდ მოიხსენიებს, ხაზე ის რაღაცაერად გააქცნენ და დასჭირდა. საქართველოს სტალინისთვის ორ ზღვასა და კავკასიის მთებს შორის მოქცეული პატარა ტერიტორია, პოლიტიკური ერთეულია. ერთ კი გულუბრყვილად უხაროდა, რომ სტალინი ქართველი იყო. ალბათ თავს იმშვიდებდნენ ეგონად, ქართველი ქართველებსა და საქართველოს მხოლოდ თანაუგრძნობდა, დაეხმარებოდა და ააყავებდა. საბჭოეთისთვის უცხოა ცნება, სამშობლო. ამ სიტყვამ მუქცია და არსი შეიცვალა. იგი კრემლში გადაბარგებული ქართველებისა და მათი მემკვიდრეებისთვის როძინა გახდა. ქართული ანმანით დაწერილი რუსული, ბჭყალებში დამახინჯებული სიტყვით ავტორი ქართველების დაკნინებულ, დამდაბლებულ სულს, იდენტობად დაკარგული საზოგადოების სახეს ავლის. ქართველს დააჯერეს, რომ სტალინს უყვარს საქართველო, დაარწმუნეს, მოატყუეს, რომ მისი კომუნალური პირობები საშუალოა საშუალოზე მაღალია, რათა თვითკმაყოფილების განცდა და გაჩუმების სურვილი დაუფლებოდა. ყოველივეს, რაც გასცა კომუნალური ბინის საერთო ფეხსალაგს და ნიავიან სასოფლო ჩეჩმას, ფუფუნება ეწოდა, თუმცა მხოლოდ სახალხოდ. საბჭოეთი საკუთარი იდეოლოგიის მიხედვით წარმართავდა ხალხის ცხოვრებას. იგი ფიზიკური ძალადობის გარდა ფარულად, ფსიქოლოგიურად ძალადობდა საზოგადოებაზე, აზროვნების უნარს უშვებდა, ილუზიებში აცხოვრებდა. ომი მორჩა და მტერი უნდა იყოს სადმე. უმტროდ არ არსებობს საბჭოელობა. რაღა კაცი ხარ თუ მტერი არ ყოლია, სამსახურშიც უნდა გყავდეს მტერი. შენს ეზოსა და შენი ბარაკის დერეფანშია, სასურველია სახლშიც. ასევეა ქვეყანაც. ესეც სახელმწიფო საჭიროება და ძალაა, ვითარცა შენი მტრის და შენი საქმის გამორკვევა, მაგრამ სად ქვეყანა და სად შენი მტრობა. ბჭყალებში დაცულ, ტოტალიტარულ სახელმწიფოში თითოეული ინდივიდი საფრთხეს მოელოდა, იცოდნენ რომ უსმენდნენ, უთვალთვალებდნენ. სისტემის მსახურნი ჯაშუშობის ბოლო ჟამს მისგან თავის დახსნას, გათავისუფლებას ცდილობდნენ. საბჭოეთი საკუთარმა ბოროტებამ ბჭყალებში დაანგრია. იგი ნელ-ნელა მოკვდა. ავტორი ტექსტს ინგლისური სიტყვებით ამთავრებს. He makes me lie down in green pastures and leads me beside still waters. სტალინის აგარაკის ამბახის ელვარემამ დაფარა, მისი სახით გაქრა. ერგულ მხოლოდ მწვანე მინდორი და ზამბახებია. სისტემა ერთ-ერთმა პერსონაჟმა გააქრო. მან ჰიპერბოლოიდიდან გაისროლა, რათა ოჯახი ბოლშევიკების სასტიკისგან ეხსნა. ფინალური ეპიზოდი ერთი შეხედვით ირეალურია, თუმცა მაგივრობის მიღმა სამყაროს შეუცვლელი კანონი იმალება. იგი კანონზომიერებისკენ მიისწრაფვის, მისთვის მიუღებელია კაცის კვლა, დამცირება, შიში, მოსმენა.
ჭყალებში სამართლიანობის იარაღმა გარემო მწონედ შემოსა, რაც სიმშვიდის მანიშნებელია. მოძალადეებისაგან ნაცრელი ქვეყანა მშვენიერი, აღმატებული და ლამაზია. მას ყოველთვის სტუმრობს გაზაფხული. მადლობა ყურადღებისთვის.